გავედით. საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან. ქრისტე აღდგა გილოცავთ აღდგომის პირველ დღესასწაულს. მე გახლავთ ამირან ზარქო, ქართველთა დიდი გაერთიანების წევრი. დღეს ჩვენთან სტუდიაში იყოფება ქართველთა დიდი გაერთიანების დამფუძნებელი ბატონი დავით ჭაბუკაშვილი. მეორე კითხვები შემოდის მოსახლეობისგან და ჩავთვალეთ საჭიროდ რომ გავცეთ პასუხი. ბატონო დავით. დიახ. დაახლოებით თვენახევრის წინ გაზეთ ასავალ დასავლში გამოქვეყნდა ბატონი დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ ლაზარე მამა ანდრია ჯორბენაძესთან, რომელმაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის ბრალი დაძდო სამშობლოს ღალატში, რომ მან თავისი თვალით ნახა დოკუმენტი, სადაც ბატონ ყობახიძეს და ბატონ ალიევის ხელისმოწერაა დავით გარეჯის ორი მონასტრის აზერბაიჯანის ხრისტის გადაცემასთან დაკავშირებით. რის შემდეგაც რამდენიმე კვირის შემდეგ საკუთარ სახლში ჩამოხრჩალი იპოვეს ლაზარე ჯორბენაძე. ამ თემაზე ყველა ტელევიზია დუმს და რა ხდება, ხო ვერ მოგვახსენებთ? ქრისტე აღდგა, ძვირფასო მეგობრებო, მრავალს დაესწარით, აღდგომის მადლი მოფენოდეს სრულიად საქართველოს. მე უბრალოდ ეს თემა ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანებას არ იფიქროთ, რომ ამ ეს თემა რაღაც დაიხურა ან რაღაცა, ეს თემა არ დახურულა და არც დაიხურება. უბრალოდ ისეთი პერიოდი დაემთხვა, რომ ყველა ერთად ვერ შევიკრიბეთ, ზოგს ცოტა ჯანმრთელობის მდგომარეობა ქონდა, ბატონი დემურიც უნდა ესწრებოდეს დღეს, მაგრამ პატარა მცირე ოპერაცია გაიკეთა. და კვირას აუცილებლად იქნება რუსთავში 17 საათზე შარტავაზძეგთან ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანებას საინფორმაციო მიტინგი გვაქვს დანიშნული. ამიტომ მე რაც შემეძლება დღეს შეძლებს და გვარად გავცევ აი ამ კითხვებზე პასუხს. მოკლედ არაფრით არ შეიძლება ამ თემის მიჩუმათება. ესე იგი ყოველად წარმოუდგენელია საქართველოში შეეჩვია, საზოგადოებად შეეჩვია უკვე ღალატი აიტანოს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არ ვიცით, ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ, მაგრამ როდესაც ყველაზე რეიტინგულ გაზეთში, ცენტრალურ გაზეთში ქვეყნდება ასეთი დიდი ინტერვიუ და პირდაპირ ხელს ადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველ პირს, რომ შენ ხელი გაქვს მოწერილი დავით გარეჯის გადაცემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან და მე ჩემი თვალით ვნახე ამბობდა ცხონებული ლაზარე ჯორბენაძე და წვდომაც რომ მქონდა საზოგადოებამაც გაიგო ეს ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს პიროვნება არ იყო შემთხვევითი პიროვნება, იურისტი იყო, მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების აი კუდის უფროსის მოადგილედ ერთი პერიოდი და წვდომა ქონდა საერთოდ ესეთ დიდ სახელმწიფო დოკუმენტებზე და სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთი ბრალდება წაუყენოს ქვეყანაში პირველ პირს, რომელზეც აუცილებლად შესაძლებელია პასუხი აგებინონ, ხო, უმკაცრესად. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, თვენახევრის განმავლობაში ვერ ვიხილეთ ვერავინ, რომ პრემიერ ყობახიძეს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ეს დავით გარეჯი ეს ხო არ არის უბრალო რაღაცა, ხო, ეს არის მთელი ქართული მართლმადიდებლობის სვეტია, იდენტობა, ყველაფერი აქ არის ისა და როგორ შეიძლება რომ ეს დატოვილი იყო ისე რომ კომენტარიც არ გაგეკეთებინა, ხო, ეს წარმოუდგენელი იყო ჩვენ დროს ასეთი რამე 90-იან წლებში ესეთი რამე მომხდარიყო, ალბათ მთელი ქვეყანა ფეხზე დადგებოდა კი არა, რა მოხდებოდა არ ვიცი, მეორედ მოსვლა იქნებოდა საქართველოში. დღეს ვითომც არაფერი. პასუხი არ გასცა არავინ ამაზე. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს
ორივე მხარე, ლიბერალური მხარეს და ვითომ აქეთა მხარეც, რომ ვითომ კონსერვატორიული მხარე რო არის და ვითომ ოპოზიცია რო მარტო კონსერვატორული მხარე არა, აბსოლუტურად ყველა დუმს. არავინ ხმას არ იღებს. ერთადერთი ვინც ამაზე ხმა მოიღო, ისევ ბატონი ვიტო ჩუბინიძემ, ასავალ-დასავალის იმ ჟურნალისტმა, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინტერვიუ და თვითონ გაზეთ ასავალ-დასავალმაც და ჩვენ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ და ჩვენმა მთავარმა გამგეობის წევრებმა, ბატონმა ერმინემსაძემ, პირადად მეც, ბატონმა დემურიმ და ასე შემდეგ. ყველა. დანარჩენი აბსოლუტურად ხმას არ იღებს, აბუირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი შემართული იყო და ჩვენ ძალიან ახლოს ვცნობთ ყველანი მას და მეგობრობდით უბრალოდ ბოლო 6 თვე რაღაცნაირად აქ აღარ ქონია ჩვენთან კონტაქტი, თორემ ადრე შემოგთავაზა პირდაპირი გადაცემებიც პირადად ჩემთან ქონდა საუბარი, რომ ყოველკვირეული გადაცემები სურდა აქედან და ბოლოს ჩვენ თანხმობა უთხარით, თავიდან იყო პერიოდი, რომ რაღაცაში გარკვევა გვინდოდა და მე დავთანხმდი ამაზე და ჩვენ ყველანი დავთანხმდით ამაზე. თუმცა შემდეგ რაღაცნაირად დაიკარგა და ასავალ-დასავალთან თანამშრომლობდა. აბსოლუტურად შემართული იყო, ბრძოლისუნარიანი იყო და ისიც მოწმობს ის ინტერვიუ, რომ 2 დღის წინ გაზეთში დაბეჭდილი მისი ინტერვიუ, რომ ის თავის მოკლას არ აპირებდა. მეორე ეს იყო უკვე სასულიერო პირი, მამა ანდრია და სასულიერო პირის კარგად ესმის ის სიმძიმე, რაც არის თავის მოკლა. ასე მარტივად სასულიერო პირი ამას არ გააკეთებს. და ძალიან ბევრი რაღაცა ბურუსით მოცული ის არის იქ და კიდევ ერთი რამე არის მეგობრებო, ამ პიროვნებას აშენებული ქონდა რამდენიმე ეკლესია, შეეძლოთ თავისუფლად რომ გადაეწყვიტა ოჯახს, რომ იმ ეკლესიის ეზოში დაკრძალულიყო, მაგრამ არ ვიცი იქ რა მოხდა, ყველა ეჭობს იქ ისეთი რაღაცები მოხდაო. ესე იგი თბილისში ქონდა თან სახლი, თბილისიდან გააქანეს და დის სოფელში დაკრძალეს სასწრაფო წესით 2 დღეში. არ ვიცი ხლე ეს რომ ბატონმა ლაზარე ჯორბენაძემ გავრცელდა ხმა რომ თავი ჩამოირჩო საკუთარ სახლში. ეს ამა ყველა საზოგადოების დიდ ნაწილში, ვისაც მიწვდა ეს ინფორმაცია, ყველაში გამოიწვია ეჭვი. ეჭვის საბაბი არის ის, რომ მან ბრალი დასდო საქართველოსში პირველ პირს სახელმწიფო ღალატში. რომელზეც პასუხი არ გაიცა. კი, მაგრამ პასუხი რომ არ გაიცა და ესეთი მომენტი დადგა რაღაცა ბურუსით მოცული კაცმა თავი ჩამოიქჩო, უფრო მეტი კითხვები არ იბადება? და იმის შემდეგაც დღემდე ჩვენ პასუხი თელმა საქართველომ ახლა ძალიან საინტერესოა კი არა, ღირსების საკითხია, იმ დღეს მამამისა მეუფეობიც იყო ასული და ჩვენ არ დავთმობთ ამას, ხო? ცოცხალი თავით მართლაც არ დავთმობთ და ეხლა ეს ვიღაცა 1-2 პირის მიერ ეხლა სააკაშვილი იქნება თუ კობახიძე ვინც არ უნდა იყოს, პასუხი უნდა აგოს ყველამ კაცო. და სისხლი არ უნდა დაიღაროს ამის შენ ვიღაცა 2 ადამიანის გამო, რაღაცა მოღალატური გადაწყვეტილების გამო. მე არ ვიცი ეხლა ჩვენ ალბათ ამაზე ძალიან სერიოზული ერთობლივი განცხადების გაკეთება მოგვიწევს და ოფიციალურად მოვითხოვთ აუცილებლად გავაკეთებთ აუცილებლად ოფიციალურ წერილს პრემიერის სახელზე, პროკურატურის სახელზე, გავაგებინონ რა მოხდა. თუ ეს აბსოლუტურად კიდევ ისე იქნება რომ მიფუჩეჩებული რომ საერთოდ პასუხისმგებლობაც არ ჩაგვდიან, მაშინ ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ რომ გვაქვს უკვე ამისი ის რომ ეჭვები საფუძვლიანი იყოს, რომ ესენი მაშინ გადასული არიან პირდაპირ ანგარიშტორებებზე, ესეთ მძიმე ანგარიშტორებებზე და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ქართველთა დიდი გაერთიანების ლიდერები, თუნდაც ჟურნალისტი ბატონი დიტო ჩუბინიძე
ყველანი ვართ სიცოცხლის რისკის ქვეშ, ხო? აუცილებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და კატეგორიულ მიმართვას გავაკეთებთ. ნებისმიერი ჩვენთაგანს თუ ერთი ღერი თმის ღერი ჩამოუვარდება, მთელი პასუხისგებლობას ვაკისრებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. აი ამ გადაცემიდანაც მოვითხოვთ კატეგორიულად. გაგვარკვიეთ რა მოხდა, იყო თუ არა მართლაც ეს თვითმკვლელობა და მეორე გაგვაგებინეთ, აქვს თუ არა ხელი მოწერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ილხამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით. არ გვაინტერესებს ეს სააკაშვილმა გააკეთა და მე ამან ხელი იმან რატიფიცირება გაუკეთა, არ გვაინტერესებს ეს, იყო თუ არა არსებობს თუ არა ეს დოკუმენტი. აი ეს გავაგებინოთ. თუ არ არსებობს, გამოვიდეს და თქვას და თუ მარტო ის არსებობს სააკაშვილის ხელმოწერა გადაცემასთან დაკავშირებით, მაშინ არის კიდევ ერთი კითხვა, რატომ არ არის მიხეილ სააკაშვილი სამშობლოს ღალატის მუხლით კვალიფიცირდება ასეთ ქმედებს? რატომ არ არის გასამართლებული მაშინ სამშობლოს ღალატით? თანხმებით. ნუ ყველაფერი გასაგებია ბატონო დავით. ეგ უკვე სახელმწიფო ექსპერტიზას უნდა ჩაატაროს და ალბათ გამოძიებაც იქნება. ხო, მაგრამ ნახეთ ახლა ექსპერტიზას როგორი ამბავია ახლა ვინ ატარებს, ხო? იქნება ჩაუტარეს. ექსპერტიზა მიმდინარეობს, მაგრამ ახლა თუ კი აი ამიტომ უნდა გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და ახსნას ეს ყველაფერი თორე როდესაც შენ ჩუმათა ხარ, ჩვენ დიდი ალბათობით უკვე ეჭვები გვაქვს, რომ ეს სახელმწიფომ ჩაიდინა, ხო? თუ სახელმწიფომ ჩაიდინა, სახელმწიფო იმას გამოიძიებს? ბატონო დავით, კიდე არის კითხვები შემოსული და იმედი მაქვს, რომ გავხსენთ პასუხს და აუხსნით მოსახლეობას. დავით გარეჯის ორი მონასტერი გაიყიდა, ხო, როგორც აუგუსტის წინემაში. წანისის ტყეპარკში და გონიოში არაბული ქალაქების მშენებლობა იგეგმება. ასევე კიდევ ერთი დიდი მშენებლობა იგეგმება თავისუფლების მოედანზე მთაზე. ქართული მიწები უკვე ელექტრონულად იყიდება 4 ქვეყნის მოქალაქეებზე. ახლა თაჭალაში კიდე ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრი უნდა აშენდეს, სადაც იქიდან მოსახლეობას ასახლებენ, რა ვიცი, ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ მესამე თვალს აძლევენ, მეც არა, ის ხალხი არ გადის და საერთოდ გამაგებია რა ხდება, კაცო, ღვთისმშობლის წინხედელი ქვეყანა ხო ვართ? მე ღვთისმშობლის წინხედელი ქვეყნის მიწებს რატო ყიდით, კაცო, უცხოელებზე? მაგრამ ზელვადიანი იჯარით მიცენ მაშინ 20-30 წლით. რო ვეცოდინება რომ ის მიწა არის ქართული და დარჩება საქართველოს, ხო? ქართულს დარჩება. საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, გამაგებიეთ ეს და გავაგებიეთ ჩვენ პირველ რიგში ის რომ ღვთისმშობლის წინხედრი ქვეყანა რომ ვართ. ღვთისმშობლის წინხედრი ქვეყანაში ქართულ მიწას არ გაყიდის მორწმუნე ხალხი. ვისაც მართლაც წამს დედა ღვთისმშობელი. მაგრამ ახლა ვისაც არ ასწამს და სოროსის ბუდეში არიან გაზრდილები, იმისთვის ახლა ამის სახარების კითხვა რომ აი ღვთისმშობლის წინხედრი ქვეყნიდან ვარ და რა ტყიდი მიწასო გაეცინება, იმათვის სასაცილო არის ეროვნული თვითშეგნება, სამშობლო, მართლმადიდებლობა, აბსოლუტურად აი როგორ რას უწოდებენ, იცი მე მომსწრე ვარ ამისი. ეგენი უწოდებენ რომ ესეთი ხალხია, ეს არის ჩამორჩენილი ხალხი. განუვითარებელ ხალხს უწოდებენ ასეთ ხალხს. მაგრამ ვინც სოროსის ბუდეში გაირყნა, ამათ გონიათ თავები რომ ისინი არიან თანამედროვე განათლებული ხალხი. მაგრამ ბატონო დავით, ყოველწლიურად უნატერას ილია მეორის დაკრძალვაზე თითქმის მილიონი ხალხი ჩამოვიდა. ისინი ხო მორწმუნეები არიან, ფარისევლები ხო არ არიან, ხო? მორწმუნე ხალხია, ასე მგონია. ნუ 90% ხო მაინც მორწმუნეა, ფარისევლებიც იქნებოდნენ. გავიგე, მაგრამ აი რაშია ისიც საქმე, ხალხი ხო არ წყვიტავს ამას.
აი თავარი ის არის რომ აი ამ ხალხმა ზუსტად უნდა გააცნობიეროს რომ თუ კი პატრიარქს ხო ესეთი დიდი პატივი როცა მილიონმა ადამიანმა ხო თქვა მილიონი იყო თუ მილიონი ნახევარი თუ ნახევარი მილიონი ამ შორო დიდი მასაა ხო პატრიარქა ხომ ძანა რო არ უნდა გაიყიდოს მისთვის გაკეთება არავის არ არის ახლა რო აიჩემეს რო აი ანდერძია ჯერეთი თქვა მეუფეშიოსის ეს არის უბრალოდ რომ მიანიჭა მოსაკლეობა მაგრამ ბიჭო თუ კი ანდერძი რაც არ არის იმას ანდერძად მიჩნევ ანდერძად იმას არ მიიჩნევ რომ ქართული მისთვის გაკეთების უფლება არც პრეზიდენტს აქვს არც პრემიერს არც მონარქს და არც პატრიარქს იმას რატომ არ იმაშვები ეს არის ხო ანდერძი რატომ არის რომ საქართველოს თითქმის 70% გაყიდულია უკვე ქართული მიწები უცხოელებზე საშინელი საგანგაშო მდგომარეობაა და ესაც არ ეყოთ ეხლა და ელექტრონულად მიდის ქართველი ხალხი ამას ვერასოდეს გაიგებს ყოველდღიურად იყიდება უცხოეთიდან აი არაბეთიდან ჩვეულებრივ ელექტრონულად შეგიძლია ნებისმიერი მიწა იყიდოს საქართველოში ვერ გაიგებ ეკონომიკის სამინისტრო გამოიტანს და გამოიტანს ის ყიდვის რეკლამა გაკეთებული და მიაგდ ქართული მიწები შეხედეთ უბრალოდ რა მასშტაბებზეა ლაპარაკი ქართველი კაცი გარბის აღარაფერი არ დარჩა 500 სოფელი მკვდარია აბსოლუტურად მოკლეს იმის გამო რომ აი ამ უსაქმურებმა აი ამ რა ქვია მარიონეტებმა რომლებიც გარედან დაპროგრამებულები არიან რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით რომ საქართველოში ქართველიერი უმცირესობაში აღმოჩნდეს აი ამ ყველაფრით რომ სამსახური არ ქონდეს არაფერი არ ქონდეს და გაიქცნენ ქვეყნიდან 500 სოფელი უკვე შეიწირა ამას მიყვება კიდევ ახალი 500 სოფელი და ესე მცირდება ყველაფერი ამასობაში შემოდის უმდიდრესი არაბული მოსახლეობა თქვენ ეხუმრებით ამხელა წანიშის პარკში არაბული ქალაქ გონიოში ეხლა იქ თავისუფლების მოედანზე მაგალ რო ახვიდეთ ფეხით ახლა 15 წუთში 18 მარტო გოლფის მოედანი უნდა აშენონ და უზარმაზარი აი ძალიან დიდარი მას აშენებენ ქართველი ვერაფერს ვერ იყიდის ხო ამას გარდა მეგობრებო აი ახლა ახალი ამბავი თქვენ გახსოვთ ახლა ჩამოსული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი მე იცით რომ ახლა ამ რეჟიმის ყოველთვის რა ვიცი არ ავცნობ და საერთოდ ჩემთვის ეს არის საქართველოს დამაქცევა რეჟიმი 92 წლამდე მაგრამ მე მრცხვენო და ამათ მაგიერ ესე იგი კერძო პირი ბატონი ივანიშვილს მიყავს მასპინძლობს თავის პირად დინაში რომელსაც ბიზნეს ცენტრი დაარქვეს მასპინძლობს იქ და პრემიერ-მინისტრი თქვენ ყველამ ნახათ ელმა საქართველომ ნახა ამაზე დიდი სამარცხვინო რა უნდა მოხდეს რომ ქვეყანას დასცინო ხანიქიდან მოუარა იქით ვერ დადგა კედელთან მივიდნენ ახლო აქეთ მე იქიდან წამოვიდა უკა როგორც თავი ისე დაძდევდა პრემიერ-მინისტრი პირველი პირი კაც რომელსაც არანაირი თანამდებობა არ გააჩნია მე რა ვიყავი თავიდან დამფუძნებელი კაც პრემიერ-მინისტრია ხო თანაბრად მაინც გაიარეთ ჯერ მარტო ხო აი მარტო იმის გამო მაინც უნდა დააფასო განა იმიტომ რომ ეს არაფერი დაფასების ღირსი არ არის კობახი სახელმწიფო უნდა დააფასო ბოლოს და ბოლოს ხო ინსტიტუტი მაგრამ მასხრატიგდებს სახელმწიფოს მას სამასხარაო ხალხის კანდიდატურები დააყენა სამივე პრეზიდენტის კანდიდატურა ამას სპეციალურად აკეთებს რომ ქვეყანა მიწასთან გასწორდეს და არანაირი ავტორიტეტი აღარ ქონდეს შენ ვინ დაგელაპარაკება რომელი სახელმწიფო უნდა დაგელაპარაკოს ესეა და ეხლა რა ხდება გადაახედა ფანჯრიდან და აბა რომელი ხარე მოგწონს რა მოგწონს იქ მამაშენისის კულტურის ცენტრი გავაკეთოთ ილხამ ხო და დაადგეს თვალი აგე თბილისის გულს ორთაჭალაში და წარმოიდგინეთ თქვენ როდესაც კერძო საკუთრება დაოცველი ხდება უკვე ხო ხალხი იქ ცხოვრობს კინაღამ ნახევარ საუკუნე და ეუბნევს შენ რომ სახელმწიფო გადაწყვიტა იქ კულტურის ცენტრი უნდა აშენოს და უნდა დატოვოთ ბინები თან უნდა დატოვოთ საბაზრო ღირებულების მესამედ ფასში ეს ძარცვაა უკვე მოსახლეობის და წარმოიდგინეთ საკუთარ მოსახლეობას დევნი
და ჩამოყავს საბჭოთა კავშირის ვიღაც გენერალი, რომელსაც რა კულტურასთან საერთოდ რა საერთო აქვს საქართველოს და ქართულ კულტურასთან. რა კულტურის ცენტრებს აკეთებენ? ჰეიდარ ალიევი და ანდროპოვი ხვალე და მერე ისინი კიდევ. ნუ ეხლა ეს რა არის, ვერ გავიგე და როდესაც თან კონსტიტუციით ებრძვიან, სტრატეგიულ იმას მეანიჭებენ ეხლა. არ გახვალ გაგაგდებენ. აი ჩვენ რასაც ვეუბნეოდით აქედან ბატონი დემურიც რომ არ გახვალთ ხალხო უმცირესობაში რო გადავართ. გაგასახლებენ და აი ახლა ასახლებენ ხო? და აქ კონსტიტუციაც ირღვევა, ნახეთ, შეიძლება იყოს მაგალითად აუცილებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულება რაღაცა რომ აი გადის ავტობანი, გადის საქართველოს წყლის თბილმომა რაღაცა ისა ცენტრალური რაღაცა მნიშვნელოვანი ისეთი რომ სტრატეგიული რომ გადაუდებელია უნდა გაკეთდეს ხო? მაგრამ ასეთ შემთხვევაში შენი მოსახლეობა კი არ უნდა დაჩაგრო. ბიჭო, როღირს ის ბინა სიტყვაზე 90,000 და 30,000 აძლევ და გინდათ არ გახვალ და გაგაგდებ აღმასრულებელს მოიყვან. აქ რაღაციას ლაპარაკი, ეს შენი ხელისუფლება კი არ არის. ეს არის მტერი უკვე, მტერი ქართველი ხალხის. აი ეს შემიძლია თქვა და ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება აუცილებლად კვირას აქციას რომ გავაკეთებთ საინფორმაციო მედიის რუსთავში, შემდეგ დღეებში, უახლოეს დღეებში, ორშაბათი იქნება, სამშაბათი, ოთხშაბათი აუცილებლად ამ საქმით უკვე ჩვენ მივართ პირდაპირ ადგილზე და ჩავერთობით უკვე ამ პროცესში და აუცილებლად გვერდში დაუდგებით ბოლომდე აი ამ ხალხს. ეს არის პირდაპირი დარღვევა საკუთრებისა. გასაგებია. კიდე ესეთი კითხვაა შემოსული. აი ეს დეკემბერში ბატონი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა რომ ჩვენთანო ევროპულზე მაღალი ფასებიაო პირველადი მოხმარების პროდუქტზე და არა ფუფუნებაზე. ნუ კომისიები შეიქმნა ნუ რაცაც ეხლა პირადად დავდივართ და უყურებთ მაღაზიებში შევდივართ. ფასები გაჩერებული იყო მაინც იმ ნიშნულზე კი არ გაჩერდა პირიქით აიწია ფასება ხო? კი. გუშინ ნახე კარფურში სახოლის ხორცი 40 ლარი. ეს გაჭირებული ხალხი ადრე ვერ ჭამდა ამ ხორცს, იმიტომ რომ ვერ იხდიდა იმ 20 ლარი იყო თუ 22 ლარი ხო? და ეხლა საერთოდ ხორცი ის არის დელიკატესი გამოდის, მაგალითად უნდა იყიდონ 100 გრამი. შეცადავართ. მაგრამ აი რა შედეგი გამოიყო კომისიამ, მგონი აპრილში უნდა დაამთავროს მუშაობა, გინდა წამლების იმაზე, აი ქალბატონმა ბრძანა იქ კომისიაზე უყურე მე ფარმაცევტული ხახრის წარმომადგენელი იყო და პირდაპირ მიმართა 180 მილიონიო თქვენო ბრუნვა ქონდათო აწარმოეთო და 60 მილიონიო სუფთა მოგება ჯიბეში ჩაიდეთო. ეგრე იყო რა, 60 მილიონი წმინდა მოგება იყო. გავაგებიეთ ხალხო. ნუ თუ სხვა ქვეყნებში ამხელა მოგებაზე მუშაობენ ფირმები, კაცო. იმიტომ რომ სამალია ის ხო არ არის საყვებია და რაღაცა. და რა ხდება და ვაფშე შედეგს გამოიღებს, გაჩერდება ფასების მომატება თუ დაიკლებს. ბატონო ამირანი, ჩვენ გაერთიანებაში ყავს ძალიან სერიოზული ეკონომისტი, იცით თქვენ კარგად. ბატონ დემურ გიორხელიძე ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთი დონის ეკონომისტს, ხო, ტომები აქვს, ნაშრომი აქვს და ძალიან სერიოზულად რამდენჯერმე მან შესთავაზა კიდევაც უთხრა რომ კეთილინებით რომ თუ არ იცით დამიძახეთ, დავждეთ და მოგცეთ ჩევებს. ვინმე მყური ათხოვა, არ აინტერესებთ. ეხლა თოფით რო ეს საკითხი წყდებოდეს, თოფით მოყვანილი თქვენ პამიდორი და კიტრი გინახიათ? არ მიჭევია. სოფლები მე წეღან რო ვახსენე, შემთხვევით ხო არ ვახსენე, 500 სოფელი მკვდარია, ხო? აგერ ბატონი ივანე ჩოლოყაშვილო,
იყო მოწეული ყავდა აქ და აწარმოა ეს ისა, ხო? დემოგრაფი ხო ბატონო? მეცნიერი კაცია გამოვიდა, ისაუბრა ამდენი წლების განმავლობაში იმას ყველაფერს იკვლევდა და ყველაფერს რომ მოსპობ. აი ახლა როგორი რაღაცა ადრე ჩვენ ახლა საბჭოთა კავშირის არ ვიტირივართ, მაგრამ კოლმეურნეობები და მეურნეობები რო იყო ერთი პატარა სოფელში, აი ჩვენს მაღლა სოფელია, მე ძალიან კარგად ცხოვრობ, იმ ერთ პატარა სოფელში იყო 5000 სული ცხვარი და 1500 სხვილფეხა ასე უწოდებენ. ძროხა, ხარი და ასე შემდეგ. დღეს ფერმები ხო აღარ არსებობს და მოსახლეობას თუ თითოეულ სოფელს დაახლოებით 200 სული ძროხა ყავდა, დღეს საერთოდ ისიც ჩამოსულია 20-ზე და 25-ზე. უკვე მენახირეს აღარ უგვის წავიდეს და ყველა უკვე აწყობს. ხორცი დღეს თუ ღირს სიტყვაზე 35 თუ 40 არ ვიცი რა. ხვალ და ზეგ მომავალში 100 ლარზე წავა და 150-ზეც, იმიტომ რომ აღარ არის. იგივე დღე დაემართება ყველს რძეს და პროდუქტებს, იმიტომ რომ ეს მიზანმიმართულად სპობენ ყველაფერს, რომ აი ეს მომენტი დადგეს, რომ ისე გაუჭირდეს ქართველ ერთს, ვინც დარჩნენ, ისინიც გაიქცენ ქვეყნიდან. რანაირად უნდა გააიაფოს, აი რამე ნაბიჯი გადადგეს, ხლა გამოდის ის ხრუნდაძე და ესენი სამარცხვინოები, კაცოც ახლა ეკითხებიან კიდევ დღეს ეკითხებოდნენ, ორი პარლამენტარი იყო, ერთი ხაბარელმა რა ის ეკონომიკისაკაც. ხაბარელს აი ახლა არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეკონომიკის საკითხებში ხაბარელს მე ორბათს არ ვანდობდი. არ იცის და იმიტომ ის არის სპორტსმენი და საერთოდ არ უსწავლია, არ იცის ეს თემები. და რომ ციცოდეს რა უნდა თქვას, აი რა ნაბიჯი გადავდგითო, თქვენ გინახავთ რომ სოფლის მეურნეობის სისტემაში რაიმე ის განვითარდეს, რაიმე განვითარება იყოს. შეხედეთ, წავიდეთ აი ერთად გამოყვეს მინისტრი, ჩავიდეთ სოფლებში და ვნახოთ. ამ 35 წლის მანძილზე ამ რეჟიმმა, თუნდაც აი ამ 13 წლის მანძილზე თვითონ ქართულ ოცნებამ რომელიმე საწარმო თუ ააშენა, თუ გააკეთა იქ რაღაც ანსათბურები, ან რაღაცა ისინი თუ გააკეთა, რა ვიცი, რამე გააკეთა. ნუ ვიღაცებმა გააკეთეს, ახლა ვინ იყვენ და როგორ გააკეთეს? ერთზო პირმა გაჭირებით რომ გააკეთოს საზღვარგარეთ რაღაც ფული ისვა, ჩამოვიდა და იცვალა რაღაც გააკეთა, ისიც დაბლოკეს, იმასაც ბლოკავენ, ეროვნულ წარმოებას ბლოკავენ ყველანაირად. შემოდის თურქეთიდან ყველაფერი ისე რომ ბაშაც არ იქნია ფაქტიურად და გლეხი ის რომ იმას რომ უმაღლესი ბოლო მოდელის ტექნიკით მოყავს ისა და უჯდება ძალიან მცირე თანხები. ჩვენ გლეხს ხო ისე უწევს ხელით მოყვანა და უჯდება მეტი. რა თქმა უნდა, ხარისხით ადჯელა აღემატება, მაგრამ შენ მთავრობას უნდა წაახალისებს. ბიძინა არ ამბობდა რომ მე თქვენო ბაზრამდეც კი ჩამოგიტანთ პროდუქციასო? სადა ხართ ბატონო ბიძინა, ეხლა ამ ხალხს ბაზრამდე ჩამოტანას თვითონ მოახერხებენ, მაგრამ თქვენ რამენაირად ეროვნულ წარმოებას რა აი ამ ხრის მანძილზე ხელი შეუწყეთ? რამე იყო ხელშემწყობი? ხო იცით თელმა საქართველოს პირიქით ხელი შეუშალეთ ყველანაირად და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსპობილიყო ეროვნული წარმოება ქვეყანაში. აი ამის შედეგია ყველაფერი და აქ იქნება უმძიმესი შედეგები. მიუხედ მით უმეტეს რომ ეხლა აი თარცეცხლია გახოვული ყველა მხარეს შეიძლება სანატრელი გაუხდეს პურიც ყველაფერი და თუ ვიღაცა სოფელი აქვს და რაღაც აქვს, ეხლა უნდა იფიქროს კერძო პირებმა საკუთარი თავის გადარჩენისთვის მაინც იფიქრონ და რაღაცა მოიყვანონ. აი ეს მომენტია. თქვენ არავინ არ მოგხედავთ. ეს არის ტყუილი. აი გასახლებით გაგასახლებენ კი. ხო ეს ომი ახლა გარშემო მართლა თქვენი თქმის არ იყოს ომია, იქით და აღმოსავლეთში ომია, ჩრდილოეთში ომი მიდის. ეს რა თქმა უნდა ეკონომიკაზე დიდი დარტყმა არის. საწვავი გაძვირდა. ეს ყველაფერს გააძვირებს. ყველაფერს გააძვირებს ბატონო ამირანდა. ეხლა ჩვენ ხალხს კარგად ეხლა არ ესვის პირველი ჩვენ ვიყავით, ჩვენი თაობა ბატონ ზვიათან და მერაბთან ერთად, რომლებიც ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამათ ასე გონიათ რომ ესე იგი ჩვენ ეხლა რუსეთუმეები გავხდით. რუსეთუმეები კი არ გავხდით.
ამხელა მეზობელი ყავს და თუ ამ ქვეყანასთან არ დაალაგე, როგორც არ ალაგებს 3-ათეული წელი, მთლიანად გაქრები. იმიტომ რომ ნახე, აი აქვე დგას ხო, გადაწყვიტა შემოვიდეს. რა. იმ ამერიკის პრეზიდენტმა თუ ვენესუელის პრეზიდენტი გაიტაცა. ვიცი ეს სულ ყველას ერთად პუტინს გაუჭირდება მათი ისა, წაღვანა აქედან. თუ ქვეყნის უცებ ტანკები შემოყვანა 30 კილომეტრში. აი რას უზამ შემოვიდა ვთქვათ. საერთაშორისო სამართლით დაუწყებ ბრძოლას არსებობს? სოფლიოს საერთაშორისო სამართალი? ბიჭო გეუბნევიან დაუждე მოლაპარაკების მაგიდას. რა გიშლის ხეს რომ ეკონომიკური კავშირში შეხვიდე. რა აი აქედა რომ კაცმა, გლეხმა ვაშლი მოიყვანა, ლიმონი მოიყვანა, პორტოხალი მოიყვანა თუ მოიყვანა გაიტანოს. ბარიერებია მილიონი. ბარიერები რატოა იცი? ევრაზიის ეკონომიკურ კავშირშიც კი არ შედიხარ იქ. რატო არ შედიხარ? აი ქვეყნის მოღალატე არა ხარ, მთავრობა რომელიც აი ამაზე უარს აცხადებს, ბაზრების ათვისებაზე მუშაობს ყველა, ამხელა უზარმაზარი მეზობელი ყავს, უნდა გამდიდრდე, გლეხი უნდა გამდიდრდეს, მაგრამ აი ეს მთავარი მიზეზი ის არის გარედან უშლიან რომ გლეხი და საქართველოს მოქალაქე არ უნდა გამდიდრდეს, უნდა გაღატაკდეს ბოლომდე ნოლზე დაჯდეს და იძულებული გახდეს გაიქცეს და აგერ შენდება არაბული ქალაქები და ისედაც მიზერი მოსავალი მოდის დაუმუშავებელი რჩება ეს მიწები იმ გლეხმა იქაც გაიტანოს ჩვენს გვაჭამოს ხო არ არის საშუალება და ამ გლეხებისგან მე ბიზნესმენები ვისაც ისა აქვს საშუალება იქ რუსეთთან ყიდულობენ იაფად და თვითონ აბარებენ. წარმოიდგინეთ, გასაოცარი ბუნებრივი რესურსები გვაქვს. აი მარტო ჩემს ხეობაში დამასწრებაში. ჯარწყლები გადმოდის და 30 წელი, 25 წელია. ისე ჩვეულებად იმაში მიწაში იქცევა ესე და ესე ნადგურდება. ამას ვინ არ გამოიყენებდა ამას? აი გეკითხებით უბრალოდ. ამ რა ვიცი, აი ეს არის აი სახელმწიფო დანაშაულო, სხვა კი არაფერი არ არის. მაგრამ არაფერი არ უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში უნდა იყოს შიმშილი და ქართველი ერის გასახლება. და სანამ ქართველი ხალხი ამას არ გაიგებთ, სულ ამას მოგიწოდებთ მეგობრებო და მე გამოდიხარ და აი რატომ ვერ ჩქარა არ აკეთებთ და რატომ ჩქარა არ ვერთიანდებთ. აი მეტი როგორ აგიხსნათ. აგერ მოაკითხეს ორთაჭალაში და ყრიან ხალხს, ყველას მოგადგებიან. ყველას გაგყრიან. გეუბნებით, რაც უფრო მალე გავერთიანდებით, ხო არ გეუბნებით რომ პარტიაში მოდ, პარტია ხო არ არის. მაგრამ ამ გეგმებზეც ბევრი ველაპარაკება, ხო რაღაც კითხვა იყო, წერან რაღაც მითხარით თქვენ. ხო, კითხვა იყო კიდე ესეთი რა ეტაპზეა ქართველთა დიდი გაერთიანების საქმიანობა და როგორ აპირებთ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, რა ფორმით, როგორ გინდათ ქვეყანაში დაამყაროთ წესრიგი და აღორძინება. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა ერთი რამე, როდესაც ჩვენ თავიდანაც შევქმნით, ჩვენ თქვით, ჩვენი გენერალური ხაზი არის ის გაწყვეტილი ძაფი გავამთელოთ, საიდანაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის დანგრევა 92 წლის 6 იანვარი, როდესაც იარაღის ძალით დაამხეს კონსტიტუციური სახელმწიფო და რაც მოგვიტანა დღემდე სამი მთავრობა, მესამე მთავრობა უყურეთ, ყველა ერთი და იგივე საკეთებს, იმიტომ ყველას ერთი და იგივე დავალება აქვს. ამიტომ ჩვენი მიზანია კონსტიტუციური სამართლიანობა აღვადგინოთ, მაგრამ როგორ უნდა აღადგინო ახლა ეს, ხო? ეს არის თავარი კითხვა. პირველი რატომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება გავაკეთოთ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ პოლიტიკაში ბერძელა გვიხსნია, თუ არა ხარ ძალა, არაფერი არ ხარ. ამიტომ ეს არის ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ დიდი გაერთიანებით, როდესაც მასას ავკრიფავთ, რომ მივაღებინოთ სამართლიანი საარჩევნო კანონი. რომ ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, ნებისმიერ არა მარტო ქართველ ხალხს, ვინც ძიძველი მოსახლეობაა და საქართველოს მოქალაქეა და ის თავის სამშობლოდ თავს, თვითონ შეეძლოთ აირჩიონ თავისი მთავრობა ამ ქვეყანაში. და არ დაგვისვან გარედან, რომელთაც აქვს აი ესეთი მიზნები, მზაკრული მიზნები, რომ აქ ქვეყანაში არაფერი არ გაკეთდეს. თორე
მეტი რა მაგალითი გინდათ, აი მითხარით დამისახელეთ ერთი ქარხანა 35 წლის მანძილზე ერთი ფაბრიკა სტრატეგიული მნიშვნელობის რომელიც ამათ დააშენეს არ არსებობს ხო მე ჩვენ რომელსაც ვებრძოდით იმ კავშირს საბჭოთა კავშირი რომ ერქვა აი ორი მაგდენ დროში 70 წელში ათასობით სტრატეგიული უზარმაზარი დონის ფაბრიკა ქარხნები გააკეთეს საქართველოში და მათი აშენებულია მეტროპოლიტენზე და მეტროპოლიტენი რო დღეს არ იყოს თბილისში არავინ აგიშენებს და პარალიზებული იქნებოდა ქალაქი ხო ამას ვამბობთ მეგობრებო რა აღარ არის სახეზე წარმოედგინეთ თქვენ 1000 თავი ჯობდნენ კომუნისტები ჩვენ ეს კი არ გვინდოდა ეს არ არის დამოუკიდებლობა ჩვენ დამოუკიდებლები რო არა ვართ და აი თაღლითები გვმართავენ იქიდან ბრიუსელიდან ვაშინგტონიდან და იმიდან ხო გარე იმიდან მოსკოვიდან და ჩვენ რო არა ყო ჩვენი მთავრობა და არ გვაძლევენ ამის საშუალება ეს არის ზუსტად მიზეზი ამ უბედურებისა და ამ გაჭირვებისა და ამიტომ მე ამას ახლა ამაზე ნათლად როგორ უთხრა ხალხს რომ ჩვენი ხსნა არის მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებაში მე ჩემი აზრით ახლა არ მინდა ახლა იმაზე არ ვამბობ მე ლიდერებზე ქართული ოცნების და რა ქვია ნაციონალური მოძრაობის პარტიის თუ გიჩის თუ იმის თუ ამის მაგრამ მე მათ დროა ჩვენ აი ამათ მხარდამჭერებს მიმართოთ გული დასულით რომ დღეს უნდა დაივიწყო გირჩი ხარ, ნაცი ხარ, ქოცი ხარ თუ რა ხარ ვისი მხარდამჭერიც ახარ და უნდა დადგეს აზრზე და საღ მხარეს დღეს უნდა გახდე ქართველი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი გადარჩენა არის ამაში უნდა იყო ქართველი და ქართველთა ერთობამ უნდა გადაარჩინოს ეს ქვეყანა არავინ არ გადაარჩეს საკმარისია 3-4 წელი ესე გაგრძელდეს და მთლიანად დაღუპულები ვართ აბსოლუტურად თუ ჩვენ სწორი გზით წავედით ესე და მალე ავკრიფეთ მასა გაერთიანება ჩვენ აუცილებლად სამართლეული ფორმები მივაყენებთ ამ ხალხს ამ ხელისუფლებასთან და ვაიძულებთ დანიშნონ მომზადებული საარჩევნო კანონს დაუდებთ ძალიან სამართლიან და დემოკრატიულ პარიტეტზე დაყრდნობით არ მიიღებს ხალხი გადაწყვიტავს მათ მეც მაშინ დადგება დღის წესრიგში უკვე რადგან უკვე მასა იქნება ხელისუფლების გადადგომა ერთადერთი აი ეგ მოთხოვნა და აქ თამაში აღარ იქნება მე აი ეს არის სამართლებრივი გზა დაინიშნება სამართლებრივი დემოკრატიული ნამდვილი არჩევნები ყველანაირი გაყალბებით რომ მინიმუმზე დავიყვანოთ ვიცით ჩვენ და დამუშავებული გვაქვს ეს ბერკეტები რომ მოусპოთ ყველაფერი წესკოც უნდა იყოს დამოუკიდებელი წესკო ხუთიანზე გვაქვს დამუშავებული ყველაფერი აი ეს მოხდება ეს არის ზუსტად ის გზა რაც გაიარა ცხონებულმა საქართველოს რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიან აი ამას მივახცევთ ჩვენ რაც უფრო მალე გავერთიანდებით მით მალე გადავარჩენთ ქვეყანას ეს არის მეგობრებო მობრძანდით ვისაც სურვილი გაქვს ეს ქვეყანა გადავარჩინოთ აქ ვართ რუსთაველის 18 ნომერში და ნებისმიერ დროს გული და სულით ჩაგიხუტეთ მიგიღებთ და ერთად გადავარჩინოთ ეს ქვეყანას ვარ აგითხრა ბატონო დავით კვირას დაგეგმილი გაქვთ რუსთავში აქცია შარტავას ძეგლთან მოგაწოდეთ ინფორმაცია რა ხდება რუსთავში რა პრობლემა აქვს იქ პრობლემები ყველგან არის უბრალოდ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება ეხლა ცოტა ზამთარიც იყო და გვიჭირდა ყველგან ის მე ეს აღდგომები და ესე დღესასწაულები დაემთხვა და ჩვენ ეხლა ვიწყებთ უკვე ძალიან უკვე აქტიურ ფაზაში შესვლას ყველგან უნდა ჩავიდეთ ეხლა კვირას გვექნება რუსთავში 17 საათზე ჟიული შარტავას ძეგლთან ეს იქნება საინფორმაციო მიტინგი რომ გავაცნოთ მოსახლეობას ყველაფერი თუ რა მდგომარეობაში იმყოფა ქვეყანა და რა მცირე დრო აქვს იმისთვის რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ და ამავე დროს იქ არის მე ვიცი ახლა ჩვენთან ბევრი იყო აქ ჩამოსული იალგუჯის პრობლემებზე ასევე რუსთავის შესასვლელში არის კიდევ ბევრი პრობლემა ხალხს არ უმტკიცებენ კუთვნილ ნაკვეთებს საკუთრებას ვერ დაირეგისტრირეს საკუთრებები რადგან დიდი ეჭვი არსებობს რომ იქაც გათვლილი ექნებათ ეხლა რომ რა თქმა უნდა არაბული ინვესტიცია იქნება თუ ინდოელებისა იქნება თუ ის იქნება შემოვლენ ჩადებენ ფულს
და ერთიანად აი ამ ნაკვეთებზე ერთიანად რაღაცას დიდს ააშენებინებენ ან ქალაქს ან დიდ კვარტალს ან რაღაცას. აბა მაშინ რატომ არის რომ იქ რამოდენიმე ათეული ადამიანია რომელსაც რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში? რატომ არ არის იქ რა რაღაცა რა ქვია ის რა ქვია ხო უნდა იყოს მიწათმოწყობი მისული აზომილი დაზომილი ხო უნდა იყოს რაღაცა ხო უნდა ზრუნავდე შენი ხალხისთვის რომ წყალგაყვანილობა გაუყვანო ან რაღაცა ჩემი თვალით ნახე არაბებს რა უცბად ჯერ არავინ არ შემოსულა იქ კოჯორზე მაღლა ხო და უკვე იქ კომუნიკაციები ეგრევე წინასწარ უკვე გაყვანილი იმაშები ან მრიცხველები ელექტრომრიცხველები ყველაფერი კაბელები ჩასული გაკეთებული რომ მობრძანდით ბატონო იცხოვრეთო და ჩვენ ხალხს ასე აბუჩად იგდებენ და ჩაგრავენ. ეს არის ჩაგვრელი რეჟიმი, ეს არის ანტიხალხური, ანტიქართული რეჟიმი და ამიტომ სანამ ყოველი დღე არის საქართველოსთვის დამანგრეველი ამათი არსებობა, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავერთიანდეთ სამშობლოს სიყვარულისთვის. დაივიწყეთ ეს პარტიები მეგობრებო, დავდგეთ ერთად გადავარჩინო და მე რამდენი პარტიაც გინდა იმდენი გააკეთეთ კაცო ქვეყანა გადავარჩინოთ მე ვიცი ბატონო დავით რომ თქვენო აი იმასაც დავამატეთ თქვენო კარგიო საარჩევნო კანონი და ის და მარტო ესეო რომ პარტია არ ახარდა ისო მე რას იზავთ როგორ დამოხვიდეთო როდესაც ამხელა ძალა გვექნება რომ ხელისუფლება აიძულო რომ საარჩევნო კანონი შეაცვლევინო პარტიის გაკეთებას რა უნდა ეგრე არ გააკეთა ბატონმა ზვიად მას გავაკეთებთ ქართველთა დიდგაერთიანების პარტიას და საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერაც ექნება მე. კი ბატონო. თორე ახლა სახელმწიფო გადატრიალებას ნამდვილად არ გეგმა. თუ ვინმე არ გეგმა სამქვეყანში ეს ჩვენა ვართ, იმიტომ ჩვენს კისერზე გადაიარა და ვიცით რა შედეგები მომიტანა დღემდე. დესტაბილიზაცია ქვეყანას ცუდისმეს არაფერს არ მოუტანს. ძალიანად დააგრევს. ეს არის რა და რა თქმა უნდა ჩვენი აი მაგალითად რომც მოვიდეს თქვათ ხელისუფლებაში ქართველთა დიდი გაერთიანება ჩვენ აუცილებლად შევისწავლით საქართველოს მთელი საკუთრებას ბუნებრივი რესურსების იმას საკუთრებას ყველაფერს სპეციალისტები დაითვლიან და ყველა მოქალაქეზე გადანაწილდება და აბსოლუტურად თანაბრად გადაეცემა თავის ქვეყნის სიმდიდრის წილი ყველა საქართველოს მოქალაქე. და არა ისე იმან ბორჯომის წყალი იყიდა, ერთმა თაღლითმა მევახემ, მეორემ ტყეები იყიდა იქ კოხოძემ და ტბები და მდინარე მთები, ესეთი რამე როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გასწორდეს სამართლიანად და რაც უსამართლობა ამას გაასწორებს 92 წლის 13 მარტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში ხელმოწერით და საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად განსახილველი ხელმოწერით. აი ეს იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ოქროს დოკუმენტია ქართველებს, ყველა უსამართლობას გაასწორებს აბსოლუტურად. ხო, და რა ვიცი, მე მოუწოდებ რუსთაველ ხალხს, მობრძანდით მეგობრებო, დაესწარით, მოისმინეთ, ხარი დაგვიჭირეთ, დაგვიდექით გვერდში და ჩვენ ერთმანეთთან ერთმანეთის ერთობით ჩვენ აუცილებლად ძალიან მალე მოვიპოვებთ დიდ ეროვნულ გამარჯვებას, თუ სწრაფად მოვეგებით გონს, თუ არა და სახეზე არის ძალიან დიდი უბედურება წინ მოსალოდნელი, რასაც ქვია საქართველოს ქართველების გარეშე. მადლობას მოგაცემთ ყურადღებისათვის და დავამატებდი რომ ჩვენი მთავარი მიზანიც არის და ოცნებას დავარქვათ რაც თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი საარჩევნო კანონმდებლობა, თავისუფალი საარჩევნო CSKO ასე ვთქვათ და რომ მოხდება არჩევნები და ვისაც ქართველი ერი ხარს დაუჭერს, ყველამ უნდა ვაღიაროთ ესა და რა თქმა უნდა ვინც გინდა მოვიდეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და 4 წელი უნდა ველოდოთ მე კიდე მივიღოთ მონაწილეობა მინდა დადებით ნოტაზე დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა და მინდა ვუსურვო ჩვენ ქართველ ხალხს ხნეობა, ჯანმრთელობა, მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ყველა ქართველი აუცილებლად ვიპოვეთ ერთმანეთის გულებს, შეიძლება დღეს დაფანტულები ვართ, მაგრამ საღაზრზე ნამდვილად აუცილებლად მოვლენ და დადგებიან ყველანი და
ყველაზე მთავარია დღეს გავანებოთ თავი ყველანაირ პარტიას და პარტიული მხარდაჭერას თავი ჩვენ ყველამ უნდა ერთი რამე შევიგრძნოთ რომ ჩვენ ვართ ქართველები და საქართველოს ვიცად ჩვენ სამშობლოს მადლობთ ყურადღებისთვის კარგად ვანდებოდეთ ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი კარგად ვანდებოდეთ